მინდა რომ იცოდეს საზოგადოებამ ეს ონლაინ თაღლითობაა, ქვია pig butchering, ანუ ჩვენებურად ღორის ქელეხი და რაში მდგომარეობს ახლა ეს ონლაინ თაღლითობა. ანუ იწყება უბრალო კონტაქტით. შეიძლება კონტაქტი გამოვიდეს თქვენზე ნებისმიერი სოცქსელით, LinkedIn-ი იქნება ეს, Facebook-ი, გაცნობის საიტები, Tinder-ი, Bumble-ი, რა არის კი, ნებისმიერი სოცქსელი, რომელიც არის აგრეთვე კონტაქტების საკონტაქტო ქსელი, როგორც არის WhatsApp-ი. სატელეფონო ქსელია ფაქტიურად. სატელეფონო ინტერნეტ ქსელი, ხო? WhatsApp-ი, Viber-ი და გამოდის კონტაქტი თქვენზე ადამიანი, ეს იქნება გოგო თუ ბიჭი, ეს უკვე გამომდინარეობს თქვენი სურვილებიდან და გემოვნებიდან. შესაბამისად, მაგალითად, გოგოები შეიძლება იყოს აზიიდან, ეს ქალბატონი სურათით, ხო? შეიძლება იყოს ევროპეიდული ტიპის წარმომადგენელი, არა აქვს მნიშვნელობა, უფრო მეტად აზიელები არიან, რაც მე დავინახე ხა, მე რაც შემემთხვა, პირადად მე რაც შემემთხვა, ანუ კონტაქტზე გავედით ერთ-ერთ გაცნობის საიტზე, ეს გოგო დავკონტაქტით და ერთმანეთს უყვებით. ანუ პირველს რასაც აკეთებენ, ეს არის ჩამოყალიბება ეგრეთ წოდებული ურთიერთობის რაპორტის, ანუ შექმნა რაპორტის ადამიანთან, ამ შემთხვევაში მსხვერპლთან, მომავალ მსხვერპლთან, ხო? რაპორტის შექმნა, რაპორტი ქვია, როცა ურთიერთობას ქმნი და შემდეგ ამ ურთიერთობაზე უკვე შენდება დანარჩენი ნაწილი ამ თაღლითობის. პირველ რიგში ეს არის უბრალო შეიძლება კონტაქტი იყოს მაგალითად WhatsApp-ზე ან Viber-ზე, სხვაგან მოხდა. კი, სხვასთან ვეკონტაქტებოდი, თქვენთან მოხდი და მე ეს ვარ ეს, თქვენ და რაღაცა აი პატარა ჩიტ-ჩეტი, უბრალო საუბარი გაცნობის მიზნით, თუ შეიქმნა პირველადი კონტაქტი, ხო გაგრძელდება, თუ არა და ყველაზე ჭკვიანურია მაგ შემთხვევაში უბრალოდ დაემშვიდობო და დაბლოკო. რომ აღარ გაგრძელდეს მცდელობები. გაცნობის საიტზე პროფილი აქვს შექმნილი, ეს შეიძლება ტყუილი პროფილი იყოს, შეიძლება მართალი პროფილი იყოს, თავის სურათები იყოს, შეიძლება სხვის სურათები იყოს, აქ მაგას არ აქვს მნიშვნელობა ახლა. და გაცნობის საიტიდან ძალიან მალე გადაყევხარ WhatsApp-ზე, WhatsApp-ის ურთიერთობაზე, ან Viber-ი ფაქტიურად არ იციან, არ არის ისეთი პოპულარული როგორც WhatsApp-ი. WhatsApp-ზე გადადიხარ, WhatsApp-ზე აგზელებ ურთიერთობას, ის ხშირ შემთხვევაში პირველი ესეთი წითელი დროშა, რომელიც აგიფრიალდებათ, ის ყოველთვის არის ფინანსურად მდგრად მდგომარეობაში, ანუ ფინანსურად უზრუნველყოფილია, ყოველთვის მაგას ამბობს, რომ ფინანსურად უზრუნველყოფილია. რამოდენიმე პროფილი შემხვდა, ხშირ შემთხვევაში, რატომღაც ეს სცენარი აქვს აღებული, fashion დიზაინერია და როგორც ჰობი აქვს ინვესტიციების დაბანდება. ეს იქნება კრიპტოვალუტა, ინვესტიციები მარკეტზე, ბირჟაზე, ინვესტიციები
კერძო სექტორში და ასე შემდეგ, ბიზნეს სექტორში, ანუ ფინანსური გარიგებები. და ვისთან ერთად ამასაც ამატებენ ან მამაჩემი, ან ბიძაჩემი, ან ჩემი ძმა, ანუ მამრობითი სქესის პიროვნება, რომელმაც ასწავლა, ან რომელთანაც ერთად ახორციელებს ან ინვესტიციებს. ამას გაწვდის ამ ინფორმაციას, რომ ანუ ჩაგიჯდეს ის, რომ ფაქტიურად fashion დიზაინერობა არის მისი პროფესია, მაგრამ თანხა, დამატებითი თანხა შემოსდის აი ამ სწორედ განხორციელებული ინვესტიციებიდან. ჩემ შემთხვევაში fashion დიზაინერი არ იყო ეს ადამიანი, უბრალოდ მერე მიყვებოდა, რომ მაღაზია ქონდა იქამდე, კოვიდამდე, ლანჟერეს მაღაზია, რომელიც დახურვაც მოუწია, რახან კოვიდმა დაარტყა და გაჩერდა ბიზნესი ირგვლივ. შესაბამისად, მერე მისმა მეგობარმა აუწყო და ურჩია, რომ ონლაინ გაყიდვების პლატფორმაზე, ანუ ონლაინ მაღაზია გაეხსნა ერთ-ერთ მსხვილ პლატფორმაზე. ანუ გულისხმობ e-commerce, როგორც არის Alibaba, არ ვიცი ეს Temu და სხვადასხვა ეს პლატფორმები, e-commerce-ის, ელექტრონული კომერციის, ონლაინ კომერციის პლატფორმები. შესაბამისად, ამ პლატფორმას ქვია 1688 Top Shop. 1688 Top Shop. თავის საიტი აქვს, დაყრილი აქვს პროდუქტები, გასაყიდი, ანუ აწყობილი მშვენივრად საიტი, მესიჯინგი, აპლიკაციები აქვს თან, ანუ ყველაფერი არის აწყობილი ისე, რომ დაგაჯერონ, რომ ეს არის მართლა ლეგიტიმური ონლაინ პლატფორმა, ონლაინ გაყიდვების პლატფორმა. და მეუბნება, რომ იქ მაქვს იმის მერე, რაც შეიქმნა რაღაც ურთიერთობა, ხო, რომანტიულ ურთიერთობაზე ვამბობ, ან მეგობრული ურთიერთობა, სულ ერთი აქვს, საითქენაც წავა ეს თემა. ჩემ შემთხვევაში რომანტიულ ურთიერთობისკენ წაიყვანა. ანუ წავიყვანეთ ერთობლივად. და შესაბამისად მერე მაჩვენებს თავისი ონლაინ shops, რომელიც, როგორც გითხარით, მეგობარმა გაუხსნა და 2 წელია ეს ამ ონლაინ shop-ის მართველი არის, გადაიხადა $90,000 ვალი, რომელიც დაედო ამ ლანჟერეს მაღაზიის დახურვის შემდეგ და ეხლა უკვე უზრუნველყოფილია ფინანსურად და ცხოვრობს როგორც უნდა ისე. თავისუფლად, ფაქტიურად დღეში 2 საათი მუშაობს, შეკვეთებს, ასრულებს და შემდეგ უკვე თავისუფალია დრო მიგზავნიდა სურათებს, როგორ თამაშობდა სპორტის სხვადასხვა სახეობებს, როგორ პარკში სეირნობს, ოჯახის წევრებთან, ბებიასთან, მეგობრებთან, დაბადების დღეზე, მაღაზიებში სიარული. ანუ აი ამას გაჩვენებს, რა შეიძლება გახდეს შენი ცხოვრება. რაღაც მიზანს გისახავს და აგრეთვე, რა თქმა უნდა, მეუბნება ისეთ რაღაცას, რომ ან ჩემი მეუღლეც, ან ჩემი ბოიფრენდიც მინდა, რომ იყოს უზრუნველყოფილი თანხობრივად, იმიტომ რომ მე არ მინდა ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები იყონ გაჭირვებაში გაიზარდონ. და უკვე იმაზე მიდის საუბარი, რომ მე შენთან ჩამოვდივარ, მან ვიცხოვრებ, მოგვარებული მაქვს უკვე რაღაც პერიოდის მერე აგვარებს ოჯახთან, საკითხს რომ უნდა წამოვიდეს. ანუ აი ეს არის რაპორტის შექმნა. თაღლითური, ხო? მანიპულაცია ემოციებით და იმითი, რომ მსხვერპლი არის აი გრძნობიარ მდგომარეობაში, ეგრეთ წოდებული უიაზვიმი, რუსულად და ინგლისურად არის vulnerable. ანუ გრძნობიარ მდგომარეობას გულისხმობ რაღაც საჭიროებას ხედავს
დაიჭირა ის საჭიროება მეგობრებში, საჭიროება სიყვარულში, სიმარტოვე როცა იგრძნობა, ხო? და აი ამ საჭიროებაზე აშენებს უკვე ურთიერთობას, მანიპულირებს. შესაბამისად მაჩვენებს თავის აპლიკაციას, თავის სკრინშოტებს მაღაზიის ასობით 1000-ის ბრუნვა აქვს, 300.000, 400.000 პროფიტი, შემოსავალი რაღაც 150.000 ლეგიტიმურად მიგზავნის ამ legit სკრინშოტებს, სადაც ყველაფერი გაწერილია. მერე მთხოვს რომ თუ გვინდა ერთად ყოფნა, ხო? თუ გვინდა ერთად ყოფნა, თუ შენ გინდა ოჯახის შექმნა ერთად, თუ შენ გინდა აწყობა რაღაცა ურთიერთობის, ხო? თანხა გვჭირდება სამომავლოდ, ეს უფასოდ არის ამის გახსნა ამ მაღაზიის არაფერს არ ითხოვს შენგან, მხოლოდ გაფორმებას და დაიწყე მუშაობა შენს, ანუ მე გამიკეთეს კაი საქმე, მე ვარ მადლიერი იმ ადამიანების, მთელი ცხოვრება ვიქნები მადლიერი, ვინც შემიყვანა ამ საქმეში და მეც მინდა სიკეთით გადაუხადო სხვებსაც. ხო? შესაბამისად შენ გეტყობა რომ ანუ იცი ინგლისური, იცი შეგიძლია ურთიერთობა მომხმარებლებთან შეძლებ ურთიერთობას ვსადოთ და მე ვიქნები შენი მენტორი. ანუ გაგიძღვები ყველა ნაბიჯის გადადგმაში, გვერდში გედგები. როგორც მასწავლებელი. გამოცდილება მაქვს, ყველაფერი ვიცი და როგორ მარშრუტიზაცია გაგიკეთო და გაგიყვანო დიდ თანხებზე. და აი ამას აგორებს. შემოყავს ყოველ დღე რეკომენდაციას მიწევს და ბოლო რაღაც შევამოკლო ეს საუბარი, გავხსენი მაღაზია, აპლიკაცია გადმომიგზავნა, უბრალოდ გახსნის დროს საიტზე შედიხარ და ფორმდები ხსნის შენ პროფილს, შემდეგ პლატფორმა გიგზავნის უკვე ელპოსტაზე მისალოც ბარათს, სადაც გაწერილია ესე იგი პირობები და პირობებში უცბად გეტყვით, არის 5 ლეველი, 5 დონე, რომელიც შეგიძლია გახსნა, ანუ პირველი დონის მაღაზია, მეორე დონის მაღაზია და ასე შემდეგ. პირველი დონის მაღაზიას აქვს 100 პროდუქტი გასაყიდად, შენ ეგრეთ წოდებულ ონლაინ დახლებზე დასადებად და მეხუთე დონის მაღაზიას აქვს უკვე 1000 ცალი სხვადასხვა რაოდენობის პროდუქტი. პირველი დონის მაღაზიის გახსნა არის უფასო და პლუს კიდე პლატფორმა ესე იგი ესეთ რაღაცას გპირდება, რომ პირველი 3 თვე პრომოუშენი, ანუ ამ პლატფორმის რეკლამირება და ამ პლატფორმის ესე იგი პრომო იქნება უფასო, რომ მეტად მოხდეს თვალში მომხმარებელს შენი მაღაზიის, უბრალოდ შენი მაღაზია პლატფორმაზე შენი მაღაზიის პრომო იქნება უფასო პირველი 3 თვე. რომ კლიენტებმა შენგან იხილონ, იმიტომ რომ იმ პლატფორმაზე არის უამრავი სხვადასხვა მაღაზია. ამ ქალის მაღაზია არის კაილა შოპი, თვითონ სახელად არის კაილა ჩენ, სინგაპურში ვცხოვრობო, ბებია ჩემი ცხოვრობს მალაზიაში, ჩემი მშობლები წამოსული არიან იმიდან, რა ქვია, დედა ჩინეთიდან, მამა მალაზიიდან და სინგაპურში დღესდღეობით უკვე ამ ბიზნესით შევიძინე ჩემი აპარტმენტი, მარტო ვცხოვრობ და სურათებსაც გიგზავნის, მაგრამ ვიდეო კოლზე არ გამოდის. მაგრამ ეგ არ არის მნიშვნელოვანი, შეიძლება გამოვიდეს კიდეც ვიდეო კოლზე. ეს არ არის მხოლოდ წითელი დროშა რა, რომელიც გიფრიალებს თვალწინ. ანუ შეიძლება ვოისები დაგიგდოს, დაგელაპარაკოს, ვიდეო კოლზეც გამოვიდეს, რა პრობლემა აქვს? არანაირი პრობლემა, ვიდეო კოლზეც გამოვა.
მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ იწერებოდა და მიზეზი იყო რომ ვიდეო კოლთან ძალიან ცუდი წარსული მაქვს ნატკენი ვარ რაღაცა თემას მიყვებოდა და აღარ ჩავეძიე და თუ შეგიძლია მესიჯებით გავაგრძელოთ რათა მესიჯინგი ძალიან რომანტიულია და სამომავლოდ შეგვეძლება დაბრუნება და წაკითხვა ამ მესიჯების და რაღაც ჩვენ ისტორიას ვქმნით. მე მივყვები ამ თემას და ეს არის შეცდომა. ანუ ძალიან თავდაჯერებული ვარ, რომ არ არსებობს ახლა, რომ რაღაცა ისეთი გამაკეთებინოს, რაც მე არ მინდა. და თავიდან არც მინდოდა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ შევსულიყავი ამ ბიზნესში, გამეხსნა მაღაზია, შემეყარა ეს ნივთები ონლაინში და პრინციპი რა არის ახლა შეკვეთა როგორც კი შემოდის, პირველი შეკვეთა შემოვიდა, მაგალითად რაღაც ქურთუკი, ტყავის ქურთუკი $64. $64 ტყავის ქურთუკი შეიძინა ვიღაც კლიენტმა შეუკვეთა. ესე იგი და მომწერა კიდეც მესიჯი, რომ აი მე შეუკვეთე ახლა ქურთუკი და გთხოვს ძალიან მალე გამომიგზავნოთ. ესე იგი, ჩემი მოვალეობა რა არის? იქ აპლიკაცია, რომელიც ჩამოვტვირთე მობილურზე, შვენივრად გაწყობილი აპლიკაცია, სადაც ბალანსი არის, პროფიტი არის, ბრუნვა არის. ბალანსი უნდა შევავსო კრიპტოთი. აი ეს არის ყველაზე დიდი წითელი დროშა, რომელიც გიფრიალებს თვალწინ. როგორც კი არის კრიპტოსთან თემა, ამ შემთხვევაში e-commerce-ის, მაგრამ შეიძლება სხვა თაღლითობაც იყოს, რომელიც ანუ e-commerce კი არ არის დაკავშირებული e-commerce-თან, არამედ დაკავშირებული არის პროფიტთან, შემოსავალთან კრიპტოს ბაზარზე. რომ არის კრიპტოს პლატფორმები, სადაც კრიპტოს ესე იგი ფასის ცვლილებებზე შენ შეგიძლია კარგი პროფიტი აიღო, ანუ შემოსავალი მიიღო. ის კრიპტო პლატფორმა მთლიანად შეიძლება იყოს ფეიკი. ანუ თაღლითურად აწყობილი. მაგრამ იქ ყველაფერი გაქვს, შენი ბალანსი გაქვს, აქაც იგივე ბალანსი მქონდა, ესე იგი მე ლარი უნდა გადამეცვალა HTX-ზე კიდე ერთი პლატფორმა, რომელიც ლეგიტიმური პლატფორმაა, არანაირი თაღლითობა არ არის მანდ, რაც მე ვიცი, ანუ HTX-ზე, ესე იგი, ვყიდულობ კრიპტოვალუტას, USDT-ს, რომელიც ერთ-ერთთან არის დოლართან და მე ამ კრიპტოვალუტას ვრიცხავ ჩემ ბალანსზე, მაღაზიის ბალანსიდან პლატფორმა იღებს ამ $64 როგორც დეპოზიტს შეკვეთილი პროდუქტის და როგორც კი ეს პროდუქტი მიუვა მომხმარებელს, არც მომხმარებელი არ არსებობს და არც პროდუქცია არ არსებობს, ეს ყველაფერი არის ტყუილი, ფეიკია, მაგრამ კარგად აწყობილი. შემდეგ უკვე პლატფორმა უკან ბალანსზე მირიცხავს ამ $64, მაგრამ მე ვუხდი პლატფორმას არა $64, არამედ 10%-ით ნაკლებს. ანუ 6 და 40-ის ნაკლებს 64-დან, ხო? რამდენი 67 და 47 და 60-ს უხდი და უკან ვიღებ 64-ს პლატფორმისგან. ესე იგი, კლიენტი უკვეთავს მაგალითად $1 საქონელს, მე ვიხდი 90 ცენტს ვიხდი დეპოზიტად ამ საქონლის და უკან ვიღებ $. შესაბამისად, პროფიტიც გერიცხება, სუფთა პროფიტსაც ხედავ რამდენი გაქვს და ბალანსზე გიჯდება ის უკან ის ფული. და ესე შეკვეთები იწყება.
მერე მსხვილი შეკვეთები მოდის, სხვადასხვა ტიპის შეკვეთებია, ხო? გწერენ ესენი, ანუ პირველი, რა თქმა უნდა, პირველი იდეა, რაც მომივიდა თავში ეს ეჭვი, საშინელი, რომ რაში ჭირდები მე ამ სამკუთხედში, რა შუაში ვარ მე, ხო? არის პლატფორმა, რომელიც ყიდის ამ პროდუქტს და არის მომხმარებელი. პირდაპირ გზა არის, რა შუაში ეს მესამე ადამიანი. მაგრამ დამაწყნარეს ეს მუშაობს შენზე, ეს ქალი მუშაობს, ამას ძალიან დიდი როლი აქვს. როგორც შენი ესე მასწავლებელი, როგორც შენი მენტორი, სჭირდება პლატფორმას, რომ ვიღაცა ეკონტაქტოს მომხმარებელს, ვიღაცა მართოს ეს მაღაზია, იმიტომ რომ მაღაზიაში შეგიძლია პროდუქტები გადმოიტანო, მაგალითად ვირტუალურ საწყობში დაალაგო, რაღაცეები გამოიტანო უკან, რაღაცეები დამალო, ანუ მართო შენი მაღაზია. მერე მესიჯინგი მომხმარებელთან, ხო, ურთიერთობა, იქ ფასებთან დაკავშირებით საუბარი მიდის და ეს არის შენი საქმეო, ამაში გიხდის პლატფორმა 10%-ს. და საწყის თანხას, საბაზისო თანხას უკან გიბრუნებს, ხო? და ეს ეჭვები მკლავს, ვაკეთებ რისერჩებს, ხედავ ეს 1688 მართლა რეალური პლატფორმა არსებობს, რომელიც ჩინეთში არის, შიდა ბაზარზე განკუთვნილია, მოკლედ სადე ბევრი რაღაცა. მერე გეუბნებიან, რომ შენ სადე მერე შეკვეთა პროდუქტის, მეთქი შეუკვეთავ პროდუქტს. მე თვითონ, მაგრამ ამაში უარს გეუბნებიან, იმიტომ რომ შენ თვითონ ხარო გამყიდველიო და ეს არისო კონფლიქტი ერთმანეთთანო. ინტერესების კონფლიქტი და შესაბამისად შენ თვითონ ვერ შეუკვეთავ პროდუქტს შენივე მაღაზიიდან. არეულობას იწვევს. მერე მქონდა აზრი, სხვა შევაკვეთინებ მეთქი ვიღაცა ჩემ მეგობარს, ცდი ეს პლატფორმა მუშაობს თუ არა. მოკლედ, აღარ მიუყევი ამ თემას, მან იყო ჩემი შეცდომა ბოლომდე, მაგრამ ცდილობდი გამერკვია და რაღაც მომენტში all in-ი გავაკეთე და I rolled the dice. ანუ მიუყევი ამ პროცესს. დავიჯერე რომ მართალია. ანუ ამანაც იმუშავა, მაგრამ ამ ქალმა პლუს კიდე, ანუ ისეთი ურთიერთობა ავაწყეთ, რომ იმაზეც კი შევთანხმდით, რომ ნახევარსაც ვიხდიდით, ისიც მირიცხავდა ჩემ ბალანსზე, მაღაზიის ბალანსზე, თუ მაკლდებოდა თანხა, მირიცხავდა თანხას. ეს იყო კიდე ერთი ძალიან დიდი წითელი დროშა, ხო? როგორც ჩემმა მეგობარმა მითხრა, ვინვის ურიცხავს, რომ დღესდღეობით თანხას, მაგრამ ეს არის, როცა შექმნი უკვე ურთიერთობას ძლიერს და უკვე ფაქტიურად შენ ფიქრობ, რომ ეს არის შენი მომავალი პარტნიორი, ეს გოგო, ან ბიჭი, რა ვიცი მე, გამომდინარეობს სიტუაციიდან, ნდობაზე, vulnerability-ზე, ამ გრძნობიარ მდგომარეობაზე აწყობილია ეს თაღლითობა რა. ეხლა ღორის თემას დაუბრუნდეთ, ხო, რა შუაშია ღორის პანაშვიდი თუ ღორის ქელეხი. ანუ ზუსტად ეს არის, pig butchering-ი არის, ღორი სანამ დაიკვლება, მანამდე უნდა გასუქთეს, მოსუქთეს, მანამდე უნდა მოეპყრო კარგად, ხო? უნდა გაზარდო, უნდა მოუარო, უნდა მიხედო, უნდა მოასუქო. აი ესე გასუქებს, აი ესე გწველის ამ შემთხვევაში ჩვენებურად რო ვთქვა, აი ესე გწველის ეს ქალი პლატფორმასთან ერთად შემოდის შეკვეთები, შენ იხდი, ბალანსი გერიცხება ბალანსზე, მერე ჩაბარების შემდეგ და უკვე ხედავ რომ მსხვილი პროფიტსაც ხედავ შენ შემოსავალს და კარგად ახარ რა, ანუ მაღაზია მუშაობს. პატარა ბიზნესი გაქვს შენი, დასაქმებულად გზნობ თავს და ასე შემდეგ. და რაღაც მომენტში უბრალოდ ავიღე კრედიტი ბანკიდან, მეგობრებისგან ფული ვისესხე, მაგრამ რაღაც მომენტში დასრულდა ყველაფერი და მორჩა. ანუ თანხა აღარ მქონდა. მაგრამ ეს ძალიან სახიფათო პროცესია. იმიტომ რომ
რამდენსაც ჩადებ, იმდენსაც აიღებს. ან პროცესი გრძელდება. შენ გერიცხება პროფიტი. მაგრამ რაღაც მომენტში ხო გინდა გამოიტანო ფული. და აი მან ხდება უკვე რასაც ქვია ღორის დაკლა. ამას ეძახიან ყელის გამოჭრა და ნელ-ნელა თლა. ხო? ფულს არავინ არ გამოგატანინებს. ჯერ ერთი ფული არ არსებობს. ფული იქ არ არის. შენ კრიპტოს რო ყიდულობ, კრიპტო მისამართიდან, შენი მისამართიდან, რომელიც გახსნილი გაქვს HTX-ზე, აგზავნი პლატფორმაზე, რომელიც კრიპტოსთი არის დაკავებული. აგზავნი მისამართზე, რომელიც არის უკვე იმ პლატფორმაზე, სადაც მაღაზია გახსნილი, მისამართზე, ხო? იმ მისამართზე უკვე ფული აღარ არის, როგორც კი მისდის ფული, ეგრევე ხსნიან ფულს. ხსნიან ფულს და უბრალოდ მანიპულირებენ ციფრებით. მერე ციფრებით თამაშობენ. გიწერენ რაღაცეებს რა, მაგრამ იმ ბალანსზე არაფერი არ არის. შესაბამისად, შენ უკვე ცდილობ გამოიტანო ის, რაც აღარ აგაქვს. რაც აღარ არსებობს. მაგრამ შენ გინდა გამოიტანო ის თანხა და მერე იწყება კიდე დაკლის მეორე სერია. გამოსატანად ითხოვენ ჯერ მაგალითად DGG-ს. მერე რაღაცა მსხვილი ტუნელის ტრანზაქციის ფულს. მერე HTX-ი ითხოვსო ის პლატფორმა, რომელიც კრიპტოთი არის დაკავებული, ის ითხოვსო ლიმიტირების ფულს. ანუ აღარ მთავრდება მიზეზები და ფულს კიდე ურიცხავ ბალანსზე. და ისევ იმ ბალანსიდან იხსნება ეს ფული. და რაღაც მომენტში უკვე, რა ვიცი, ხვდები რომ ანუ მორჩა ფული დაკარგულია, თანხის ჩადებას, ანუ იგივეა რომ გადაყარო ფული რაღაც ორმოში, რომელსაც არ აქვს ფსკერი. ანუ სადღაც ყრი, რომელსაც ვერანაირად ვერ ამოიღებ უკან. თორე ეს ფული აღარ არის. და გრჩება ეს ციფრები. ციფრებიც აღარ არის, იმიტომ რომ როცა ტრანზაქცია დაძარი, როცა გამოიტანე, იმათმა როგორ მომწერეს, რომ ხო, ის არის გაჩერებული არისო, იმის მერე ჩვენ ვცდილობთ გადავრიცხოთ თქვენ ანგარიშზე, HTX-ზე, მაგრამ არ ირიცხება და ამ მიზეზი, ერთი მიზეზი, მეორე მიზეზი და ხვდები, რომ უკვე თაღლითობაში ხარ ჩავარდნილი და ხაფანგია. ანუ უკვე დაკლული ხარ. ეს არის დასრულება. დასასრული. შემდეგ რჩები, რა თქმა უნდა, ახლა შენ თავთან ერთად და მაგრამ არის კიდე გაგრძელება. ანუ იმედი იმისი, რომ ფულს დაიბრუნებ. ანუ პოლიციაში მიდიხარ, განცხადებით, ეს ერთი, ხო? პირველი გავარდი პოლიციაში. განცხადება დავწერე. ერთი თვე გავიდა. განცხადების დაწერის შემდეგ და იგივეს მიმეორებენ, რომ მიმდინარეობს კვლევა. არ ვიცი რა მიმდინარეობს, მაგრამ და ის საიტი ისევ ონლაინ არის, მოქმედებს აპლიკაცია, ჩემი პროფილი აპლიკაციაზე ისევ მოქმედია, ყველაფერი, ანუ ისინი ბიზნეს აგრძელებენ. მერე რაპორტინგები დავიწყე, ფორუმებზე წერა დავიწყე, ანუ რჩევა ის არის, რომ განაცხადო, ყველგან განაცხადო, რომ არ იყო ჩუმად, არ ჩაიკეტო. იმიტომ რომ ყველა თუ ჩაიკეტა და ყველამ თუ უარი თქვა ამის განცხადებაზე, ესენი გააგრძელებენ მუშაობას, ხო? და არის მერე სააგენტოები. ერთი ისრაელშია, შტატებში, სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებიც მუშაობენ უკვე ფულის ამოღებაზე. აი ამ თაღლითური სქემებით წართმეული ფულის ამოღებაზე.
კონკრეტულად აი ესეთი სააგენტოები, სადაც არიან დეტექტივები და ასე შემდეგ. და რასაც ახიან, რომ ჩვენ მივყვებით, მივსდევთ ფულს, სადაც მიდის ფული, იმას იქ ვეძებთ. იმის მერე რაც განვაცხადე, მერე შემომეხმიანან და შემდეგ უკვე მეუბნება ესეთ რაღაცას, რომ ანუ ეს ისრაელის კომპანიაა ლეგიტიმური, გადმომიგზავნა მთელი კრედენშიალები, თავისი ინფორმაციები, სად არის გაფორმებული და შემდეგ და ესე იგი დაკარგული თანხი 10% სამაგიეროდ პირველადი თანხა, ანუ ისინიც ითხოვენ შენგან ფულს. საწყის ფულს, დეპოზიტს კი არა, იმისთვის რომ განვაგრძოთ გამოძიება, რომ ეს ფული 3-დან 6 თვემდე გვჭირდება, რომ ეს ფული დაგიბრუნოთ. ანუ შენ ხარ ისე ზნობიარე მდგომარეობაში, ისე ხო ამ vulnerable უიაზმივი მდგომარეობაში, რომ ფული გინდა დაიბრუნო და ფაქტიურად უკვე დაკლული ხარ, ხო? და კიდევ ერთხელ მოდის ვიღაცა და კიდევ ერთხელ ქსერავს. იმიტომ რომ ამ ფულის დაბრუნება ფაქტიურად წარმოუდგენ ფული აღარ არის, ფული არ არსებობს. ერთადერთი გამოსავალი არის თვითონ ისინი არ გამოგიგზავნიან უკან, რაც მე ვცადე, ხო? ეგრევე რომ მივხვდი, რომ მდგომარეობა საშინელი იყო, რომ ხაფანგში ვიყავი, დავიწყე მათი შეშინება. რომ ესე ინტერპოლით მერე ამ ქალის სურათები გავაკეთე ინტერნეტში დავდე როგორც სკემერის თაღლითის ამ ქალს დაუწყე მუშაობა ამასთან რომ თუ არ გინდა რომ რეპუტაცია გაგიადგურო ფული დააბრუნე და ბოლოს მერე დამბლოკა სურათიც მოხსნა და არ ვიცი სად არის ახლა აგზელებს თავის ცხოვრებას ნომრები ვიცი WhatsApp-ის რაღაც ნომერი უდევთ ვერც გაიგებს სად არიან ლოკაცია სად არის რაც მოვახდინე მერე კვლევები ესე იგი შეიძლება უკრაინაშიც იყოს ეს call ცენტრები ეს თემები ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები რომლებიც გეკონტაქტებიან შეიძლება ტრაფიკინგის მსხვერპლები იყვნენ თვითონვე იყვნენ მსხვერპლი იმ call ცენტრის უფროსობის ო ჩვენ ხო ვიცით call ცენტრების საქმეები საქართველოში რაც დატრიალდნენ შესაბამისად ეს არის აქ ჭირდება მხარდაჭერა გვერდში დგომა ანუ ძალიან ბევრი რაღაც ფსიქოლოგიური მომენტი გიტრიალებს მერე შეიძლება სუიციდამდეც მიგიყვანოს ამ თემამ გააჩნია რამხელა თანხა წავიდა და რისი თანხაა ხო და ანუ გრძნობები რა ვიცი სიბრაზე სინანული მილიონი რაღაცა ტრიალებს რა შესაბამისად საჭიროა მენტალური ჯანმრთელობის მიხედვა და მონიტორინგი შენი მდგომარეობის რა აი ეს მინდა რომ იცოდეთ და ფრთხილად იყოთ რა ვიცი რაღაც წითელი დროშები რაც ფრიალებს რაც შეიძლება ამოვარდეს და იყოთ ყურადღებით ამ სიტუაციასთან რა